დიდიღომში მდებარე წმინდა 100.000 ქართველი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი ზრუნვა მიცვალებულებზე და სულის უკვდავება ეს არის ჩვენი საუბრის თემა. მამა ლუკა დაგლოცეთ. დიომშვიდობისა. ერთმა დაგლოცოთ. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. ჩვენ ქრისტიანებს რა თქმა უნდა გვჯერა რომ გარდაცვალების შემდეგ სული ტოვებს სხეულს და ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადადის, ანუ გვჯერა სულის უკვდავების. საინტერესო არის რა იცის წმინდა ეკლესიამ სულის იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ. ერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ სანამ ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაზე, უნდა სამ კითხვაზე გასცეს პასუხი: რატო დაიბადა, რატო ცხოვრობს და რატომ გარდაიცვლება. ეს მართლა ისეთი კითხვებია, ამაზე პასუხი თუ არ იცი, აი თითქოს მერე ფუჭად იქნება შენი ცხოვრება. და პარალელურად რო შევხედოთ, შეიძლება აი ზოგადად ადამიანმა იცხოვროს და ამ კითხვებზე საერთოდ სიღრმისეული პასუხი არც მოიძიოს. აი რელიგიურობა სწორედ ეს არის, რომ აი ჩვენი რელიგია ინახავს სწორედ აი ამ პასუხებს. და ნამდვილად თუ ღრმად ვიაზროვნებთ, რატომ დავიბადეთ, უნდა ვიცოდეთ, რატომ ცხოვრობთ, ან რატომ გარდავიცვლებით. ფაქტია, რომ გარდავიცვლებით, ფაქტია, რომ დავტოვებთ ამ ქვეყანას, ფაქტია, რომ ვიზრდებით. სხვა ვიყავით პატარობის დროს, ეხლა სხვა ვართ, მე ხვალ სხვა ვიქნებით და ესე იგი ბუნებრივ და ეს ჩვენ ვიცით სტატისტიკა ასეთი, რომ ყოველ დღე 6 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვლება მთელ მსოფლიოში. ესე იგი რაღაცა ისეთი ხდება, რომელიც აუცილებლად მოხდება და რა თქმა უნდა პასუხი უნდა ვიცოდეთ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გვეცოდინება პასუხი თუ არ გვეცოდინება პასუხი, მაინც გავალთ ამ ქვეყნიდან. და ბუნებრივია, აი ძალიან მოტყუებული დარჩება ადამიანი, თუ ისე დატოვებს სიტუაციას, რომ თავარი იქნება ამ ქვეყანაზე ცხოვრება და არა ის, რომელიც მოსალოდნელია შემდგომ. და აი ჩვენ წმინდა ეკლესია, აი მრწამსი როგორ სრულდება ჩვენი მოველით აღდგომას, მკვდრეთით და ცხოვრებას მომავალ საუკუნეში. აი ჩვენ ამას ველოდებით. ხოლო ეს ქვეყანა არის დროებითი. ჩვენ წინაპარს აი საოცრად აქვს შეფასებული, რომ ეს ქვეყანა არის გამოცდა. და აი გამოცდაზე ვიმყოფებით. აი მცირე ხანი ალბათ. მარადიულობასთან მიმართებაში ეს დრო არც არაფერი არის. და როგორც ამბობს ხო შოთა რუსთაველი ცდების და ცდების სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად, ანუ არავინ იცის, როდის დატოვებს ამ და ძალიან ცდება ადამიანი და ძალიან დიდ ზიანს აყენებს თავის თავს, როდესაც ამას არ ელოდება. არა და ეს მთავარი მოვლენაა. შენი ჭირიმე სიკვდილოს, სიცოცხლე ფასობს შენითა და ესე იგი თუ ჩვენ არ ვიცით რა ხდება გარდაცვალების მერე და ეს არ არის დიდი მოვლენა ჩვენთვის, მაშინ ამ ქვეყანას ფასიც არ ექნება. და ანუ ამ ქვეყანაზე იქნება ადამიანი ვითარცა პირუტყვი, ჭამს, სვამს, სიამოვნებას ღებულობს და კვდება და ამთავრებს მოღვაწეობას. ეს არ უნდა მოხდეს. რა ვიცით სულის შესახებ, იმ ქვეყნიური ცხოვრების შესახებ? აი რა პროცესებს გადის ადამიანის სული მას შემდეგ რაც ის დატოვებს სხეულს და გარდაიცვლება. ანუ ერთი მდგომარეობიდან გადადის მეორე მდგომარეობაში. პირველ რიგში სული მარადიულია. დიახ. ამას გვასწავლის ბიბლია, ამას გვასწავლის ჩვენი თავიც. აი მაგალითად, თუ ჩვენ ფიზიკურ სხეულს დასაწყისიც აქვს და დასასრულიც, ზომაც, წონაც აქვს ეს ჩვენ სხეულს გარკვეული საზღვრები, მაგრამ აი თუ ჩვენს თავში ჩავიხედავთ და ვეცდებით გავარკვიოთ რა არის ჩვენი სული, აი ხო ჩვენი შევდგებით ფიზიკური სხეულისგან და სულისგან და აი თუ ჩვენ ვეცდებით რომ გავარკვიოთ ეს სული რა არის და ყურადღებას მივაპყრობთ ჩვენ შიდა სამყაროს, იქ საზღვრებს ვეღარ ვნახავთ. ეს არის ყველაფერი უსაზღვრო. იმიტომ რომ ჩვენ დედის წიაღში ჩვენი ჩასახვისას, ფიზიკური ჩასახვისას მოგვეცა სული ღვთისაგან. და აი ეს ერთობა ფიზიკური სხეულისა და სულის არის სწორედ სიცოცხლე ამ ქვეყნიური ახლა რასაც ვეძახით. მაგრამ აი სული ეს უკიდეგანოა და რა თქმა უნდა ეს ადამიანმა უნდა გამოიკვლიოს. რითი შეძლებს ამას? პირველ რიგში ალბათ რომ რაღაცნაირად მოიძულეთ უკეთურება და შეიყვარეთ სიკეთე. აი ეს ისეთი ფორმულაა, რომ აი ეს თუ არ შეასრულა ადამიანმა თავის სულს ვერ იგრძნობს. აი ილია ჭავჭავაძეს როგორ აქვს იმაში ლუარ საფთათქარიძეში, რომ მისი სულიო დაკარგული იყო მისი ბრწყინვალების ქონებშიო, ქონებში. და ეს სული იკარგება ცოდვებში, თუ ადამიანი ცოდვებით დაკავდა, სული ეკარგება.
თუ ეცდება გამოძიებას, რა თქმა უნდა, ამას იგრძნობს, იმიტომ რომ შეუძლებელია არ იგრძნო ღმერთი შენში. აი შენი სული, ეს არის ღმერთი შენში, ეს არის საოცრება და ეს დღესასწაული უნდა მოაწყოს ადამიანმა. ესე იგი, ადამიანმა უნდა დღესასწაულოს, მისი ცხოვრება ეს არის სიხარული, სიცოცხლე, ბედნიერება, ღმერთი შენთან არის, კი არა და შენ თვითონ ხარ ღმერთი. ესე იგი, თუ ფიზიკურად, ესე იგი, ადამიანი დედისა და მამის გენეტიკის მატარებელია, რომელიც ასევე სათავე ღმერთის ქმნილებაა, თვითონ სული ღვთისა რაღაცა, ეს ღმერთმა შთაბერა თავისი სული ადამიანს. ესე იგი, ღმერთის ნაწილი ვართ ჩვენ. ღმერთის ნაწილი ღმერთის ნაირს ნიშნავს. ამიტომ არის, რომ ღმერთის ხატად ვართ შექმნილი და მსგავსად და ეს დიდებული რამ არის. ამას შეამჩნევს ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეანელებს ზედმეტ ყურადღებას ფიზიკურ სამყაროზე. თუ არ შეანელებს ზედმეტ ყურადღებას ფიზიკურ სამყაროზე, მაშინ გაერთობა ის. გაერთობა ამ ქვეყნით და ვეღარ შენიშნავს იმ თავარს, იმ სასწაულს, იმ დღესასწაულს, რომელიც სინამდვილეში თავის თავში არის. და ადამიანი, რომელიც დიდ პატივში იყო, ფსალმონში როგორც წერია, ბაძვიდა იგი პირუტყვს და უგუნურთა და მიემსგავსა მათო. ესე იგი, თუ თქვათ მივემსგავსებით პირუტყვს, მარტო ჭამა, მარტო სმა და მარტო სიამოვნება, მაშინ მივემსგავსებით კიდეც მას. ანუ ჩვენს თავში ვეღარ დავაფიქსირებთ, რომ ჩვენ ფაქტიურად ღმერთი არის ჩვენში და ჩვენ ვერ ხედავთ მას, როგორც შეიძლება ჰაერი ვერ დავინახოთ, ან დედამიწის მიზიდულობის ძალას ვერ ხედავთ, მაგრამ ფაქტია და ბევრი რამ კიდე. დიახ. მამა ლუკა, როგორ ფიქრობთ, დღევანდელი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, რამდენად არის შესაძლებელი და შეუძლია თუ არა ადამიანს აი ფიზიკურ ცხოვრებაზე უფრო ნაკლებად მიიტანოს, შეაჩეროს საკუთარი ყურადღება და სულიერს მიხედოს? რა თქმა უნდა მიხედოს სულიერს. ამისათვის აი მაგალითად საეკლესიო წესი, ქრისტიანული წესი როგორია, რომ ყოველ დღეში რამდენჯერმე რო ილოცო. ამისთვის დიდი დრო 24 საათიდან შეიძლება ამისთვის გამოყო, თქვათ 1 საათი. ცოტა დილას, ცოტა შუადღეზე, ცოტა საღამოს. ანუ ილოცო, განმარტოვდე, გამოეყო ამ ქვეყანას და ღმერთთან ერთობა მოიძიო. იმიტომ რომ ლოცვა ეს არის პირადი ურთიერთობა ღმერთთან, პირადი ურთიერთობა. მაგალითად ერეკლე მეორე ვიცით რომ დღეში 2 საათს ლოცულობდა. მეფე რომელსაც როგორც იტყვიან ხმალი არ გაუგდია ხელიდან. ან დავით აღმაშენებელი აი ლაშქრობისასაც კი მიქონდა წმინდა წიგნები და წელიწადში ერთ-ერთ რომელიღაცა მის ცხოვრების წელიწადში 24 ჯერ ქონდა წაკითხული საქმე მონიშნულების მიხედვით. ხო, ნიშანი იპოვეს ამ წიგნზე და აი ასეთ, ესე იგი რაც არ უნდა დაკავებული იყო, მაინც გამოძებნი დროს. რას ამბობს უფალი წინასწარმეტყველი, მოიცალეთ და გულისხმა ყავთ რამე თუ მე ვარ ღმერთი. ესე იგი ღმერთისთვის უნდა მოიცალო. მაგალითად ავად გავხდი, თქვათ აქტიური ვარ, მაგრამ გავხდი უცებ ავად, თქვათ გრიპით. ხო მოვიცლი იმისთვის, რომ აღვიდგინო ჩემი ჯანმრთელობა. რა თქმა უნდა მოვიცლი და შეიძლება ბეწვის ხიძეც გავიარო და შეიძლება დამჭირდეს კვირეები, რომ მე გამოვჯანმრთელდე. ესე იგი მოვიცალე, არ ყოფილვარ თლათ ისე დაკავებული, მაგრამ როდესაც ღმერთთან ურთიერთობას ეხება საქმე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის მთავარი ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი დროებითია. უფალი ხომ ამბობს, რა გინდათო, მთელი ქვეყანა რომ მოიპოვოთო, მთელი ქვეყნის სიმდიდრეები, მთელი ამ ქვეყნიური პატივი და თქვენი სული კი დაკარგოთო და სული, აი როგორც ლუარსაბ თათქარიძემ დაკარგა და ეს ილიამ საოცრად აჩვენა ჩვენს ერში, რომ ეს ლუარსაბის გზა, თათქარიძის გზა, ეს არის სულის დაკარგვის გზა და ვერაფერს ვერ იძენ სანაცვლოდ. და პრიმიტიულდები. მსჯელო ბოზბაში ჯობია თუ ის არის. ჩიხირთმა. მამა ლუკა, ჩვენი თემა ვინაიდან არის სულის უკვდავება და მიცვალებულის სულზე ზრუნვა, გადავიდეთ აი მიცვალებულის სულზე ზრუნვაზე, აი რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ალბათ ღვთის დიდი წყალობა, როდესაც ადამიანი ამ ქვეყნიდან გადის, თქვათ, გულწრფელი სინანულით, ნაზიარები, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიცვალებულის სულისთვის ზრუნვას, მისთვის ლოცვას. აი რაში გამოიხატება წმინდა ეკლესია რას გვასწავლის ამასთან დაკავშირებით? როგორ უნდა ვიზრუნოთ მიცვალებულის სულს? ნებისმიერ შემთხვევაში არ აქვს აზრი ლოცვას მისთვის. პავლე მოციქული ესეთ რამეს ამბობს, რომ ილოცეთო ერთმანეთისთვისო, ოღონდ
არამომაკვდინებელი ცოდვის გამო, ესე იგი ვთქვათ, მე ჩავდივარ მომაკვდინებელ ცოდვას, ხო, ჩემთვის ლოცვას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მე არჩევანი მაქვს გაკეთებული. არსებობს კიდე არამომაკვდინებელი ცოდვები. აი იმისთვის შეიძლება ლოცვა. მაგრამ თუ ადამიანი, ესე იგი ვთქვათ, მომაკვდინებელ ცოდვაში აღესრულა, მან უკვე არჩევანი გააკეთა. რომელი გააკეთა. მომაკვდინებელი ცოდვები, ვთქვათ, აი თვითმკვლელობის არა შემთხვევაში კაცკლა, არა იპარო, არა იმრუშო, თუნდაც მექრთამეობა, თუნდაც ანგარების მოყვარეობა, თუნდაც ცილის მწამებლობა, თაღლითობა, ადამიანი თუ ცოდვის აღსრულების მომენტში გარდაიცვალა, მას წესიც არ უნდა აეგოს, მაგრამ ნუ ჩვენთან როგორც ხდება მარტო თვითმკვლელობის შემთხვევაში ხდება, რომ წესი არ ეგება, ისიც გარკვეულ შემთხვევაში. თუ შეურაცხადი არ იყო, მაგრამ საქმე ის არის, რომ თუ ესე იგი ადამიანი ვთქვათ ამ ქვეყანაზე ცხოვრობს და გადის ამ ქვეყნიდან, რა თქმა უნდა, ის უნდა მომზადებული გავიდეს ამ ქვეყნიდან. აი ვთქვათ უცხოეთში თუ მიდის ადამიანი, ანდა ვთქვათ სახლიდან რომ გამოვდივართ ჩვენ გარეთ, ვტოვებთ ჩვენ სახლს და გამოვდივართ გარეთ. შესაბამისად ვიქცევით, ვთქვათ თუ ზამთარია თბილად ვიცვამთ, თუ ზაფხულია გრილად და ნუ რაღაცისთვის მიზანმიმართულად გამოვდივართ და მით უმეტეს ამ ქვეყნიდან რო გადიხარ, მიზანმიმართული უნდა იყოს ეს. მაგრამ თუ ვერ მოემზადე, ეს შენი არჩევანი, ადამიანის არჩევანია და თვითონ ამ ქვეყანაზე ეს ქვეყანა მეტი არაფერია, გარდა იმისა, რომ არჩევანს აკეთებს ადამიანი. ყოველდღიურად და ყოველ წამს და ნუ ცხოვრებისეულ არჩევანს აკეთებს. და აი ბუნებრივია, რომ თავისი არჩევანის მიხედვით იქნება ის მარადიულობა გაგრძელდება მისი არჩევანის მიხედვით. თუ ღმერთი და პატიოსნება მისთვის ძვირფასი იყო, ის რა თქმა უნდა განუზომელ სიკეთეს მიიღებს. თუ მისთვის უკეთურება და ბოროტება უფრო ახლობელი იყო, მაშინ უკიდურეს ბოროტებას და ნუ ტანჯვას მიიღებს, უკიდურეს. იმიტომ რომ ჩვენ კიდევ არ ვიცით როგორ ტანჯავს ადამიანს ბოროტება. აი მაგალითად ადამიანს ბოროტება ამ ქვეყანაზევე ტანჯავს. მაგალითად თუ თქვათ ჩაიდენს ადამიანს ცოდვას, ის ცოდვა მას თრგუნავს შემდგომ. მის ექსპლუატაციას ეწევა, ფსიქოლოგიური წყობა გამოყავს, ფსიქოლოგია გამოდის წყობიდან და მრავალი რამ და იმ ქვეყანა და მაგრამ რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ადამიანი ამ ქვეყანაზე მაინც აქვს რაღაცა სანუგეშო. მაგრამ წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც სანუგეშო აღარაფერი იქნება. ეს არის უკვე დაუსრულებელი ტანჯვა, რომელიც მისი არჩევანი იყო. და რა თქმა უნდა ის თავის არჩევანში დარჩება. ამ შემთხვევაში მისთვის ლოცვას უკვე აზრი არ აქვს ადამიანმა, რომელიც თვითონ გადაწყვიტა რა არის, ხო არიან ღვთისმგმობები, ღვთის მტერნი ღვთისანი, წინააღმდგომნი ღვთისანი, რომელიც ყველაფერს პატიოსანს ეწინააღმდეგებიან, ყველა სიკეთეს ეწინააღმდეგებიან. ეს მათი შინაგანი მდგომარეობაა. სულიწმინდის მგმობელი თუ არის ადამიანი ამ შემთხვევაში და საერთოდ წმინდა იოანე კიბის აღწერელი ორ ნაწილად ყოფს კაცობრიობას. ერთი არის ღვთისმოყვარენი, მეორე არიან უღმრთონი და მტერნი ღვთისანი. ანუ მტრულად განწყობილი ღმერთის მიმართ, სიკეთის მიმართ. მაგრამ აი კეთილ ნაწილში კიდე სამად იყოფა ადამიანები. ეს არის ღმერთის მეგობრები, ანუ ვინც მარადის ღმერთის ერთგულნი არიან. ყველა სიტუაციაში არის ესე იგი ერთგული მონა, რომელიც დიდი სიხარულით აღასრულებს ღვთის საქმეს, მაგრამ თუ ესე იგი ასე ვთქვათ არ მოითხოვა სიტუაცია იმასავით მონასავით, რომელიც მათ შეიძლება არც არაფერი გააკეთოს და თავის სიამოვნებისთვის გაატაროს, რომ არის კიდე უხმარი მონა, რომელიც ესე იგი ეზარება ყველაფერი კეთილი საქმის კეთება, მაგრამ გულით არ არის ღმერთის მტერი. აი ესეთი ადამიანებისთვის რა თქმა უნდა ლოცვა. მეგობარი ყველაზე მაღლა დგას ამ სამიდან, ხო რა თქმა უნდა. დიდი ადამიანია, მოციქული და აი არიან მტრები და არიან წინააღმდგომნი, რომლებმაც არჩევანი გააკეთეს და მათთვის ეკლესია არ ლოცულობს, აი პავლე მოციქულის სიტყვის მიხედვით. დიახ. მნიშვნელოვანია ალბათ ისიც რომ ზედმიწევნით სწორად ვიცოდეთ როგორ ვიზრუნოთ მიცვალებულთა სულებზე. ესეც საინტერესო იქნება ალბათ რა. ეხლა ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, ქრისტიანი როდესაც გარდაიცვლება, განსაკუთრებული დღეები არის, როდესაც უნდა ვილოცოთ მე-3, მე-9 და მე-40 დღე. ეს არის უბრალოდ პერიოდი, როდესაც ესე იგი ჩვენ ამ ქვეყნიურ 40 დღეს თვლით გარდაცვალებიდან. მაგრამ ადამიანი როდესაც გადის ამ ქვეყნიდან, ის მარადიულობაში აღმოჩნდება, ანუ დროში აღარ არის ის.
და რაღაცა პერიოდი ეძლევა მის სულს იმისათვის რომ გაერკვეს, ესე იგი მე მაგალითად არ ვიცი ფიზიკურად არ მინახავს ფიზიკური სამყარო. ნუ შეიძლება თეორიულად ვიცი, შეიძლება რაღაცა ლოგიკურად ხვდები რაღაცას, მაგრამ ფიზიკურად არ მინახია. ეს არის ჩემთვის უცხო ქვეყანა. და აი, როდესაც გადადის ადამიანი, მას სწორედ ამას ანახებენ ანგელოზნი. ანახებენ როგორც სიკეთეს, ისე ბოროტებას. ანუ ყველაფერზე ეხილება თვალი და ეს მიმდინარეობს ეს პროცესი დაახლოებით ჩვენი ათვლით რაღაცა პერიოდი იქ, მაგრამ ჩვენთან 40 დღით აითვლება. აი ჩვენთან 40 დღე რაც არის, იქ არის რაღაცა დროის წამი ალბათ და ის უბრალოდ მოიხილა. და აი ბოლოს როდესაც ის ნახავს ყველაფერს, როდესაც ეს ადამიანი თვითონაც შეაფასებს თავის ცხოვრებას, წმინდა მამებს მთელი სწავლებები აქვთ, რომ ბოროტი ძალნი როგორ გლეჯენ ამ ადამიანს, ცდილობენ რომ წაგლიჯონ ღმერთს და კეთილანგელოზებს ეს ადამიანი, მაგრამ აი როდესაც ადამიანი ესე იგი გავა 40 დღე, მე 40 დღეს ხდება განკითხვა ადამიანისა. უფალი როგორ ამბობს, რომ ერთი გრილი წყალი რო ვინმეს დაალევინო არ დაგეკარგება, მაგრამ ერთი ბოროტი სიტყვისთვისაც მოგეკითხება და ჩვენ ადამიანები სწორედ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არის მე 40 დღე ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლისას, იმიტომ რომ განვიკითხებით და ესე იგი შედეგი დგება რა როგორ ვიცხოვრეთ. აი ჩვენ წინაპარს ეს ძალიან კარგად აქვს შეფასებული, რომ ეს ქვეყანა არის გამოცდა. და ყველა გამოცდაზე გასული ადამიანი რასაც უნდა იმას აკეთებს. უნდა სიკეთეს ავლენს, უნდა უწოდინარობას, მაგრამ გამოცდის დასრულების შემდგომ აი წერტილს და მძიმესაც კი უანგარიშებენ. და ასე არის ეს ქვეყანა. ხედავთ რომ თავისუფლებაა, მე დღეს რასაც მინდა იმას გავაკეთებ. აი ყოველ წამში რასაც მინდა იმას გავაკეთებ. და ასეც არის ადამიანები და ეს ყველაზე დიდი პატივია ადამიანისათვის თავისუფლება. და აი როდესაც გადის ადამიანი, რა თქმა უნდა ის მე 40 დღემდე განსაკუთრებული პერიოდია, ვიდრე წარდგება ის ღმერთის წინაშე. და აი ამ პერიოდში ჭირისუფალი განსაკუთრებულად ლოცულობს მისთვის. ნუ ყველაზე სასურველი არის რომ ფსალმუნებით ილოცოს, იმიტომ რომ ფსალმუნი არის უკიდურესად უძლიერესი ლოცვა. მასზე ძლიერი რო არ არსებობს და ჭირისუფალი და გულშემატკივარი ამ ადამიანებისად გარდაცვლილისა ქმნიან ჯგუფს, თქვათ 20 კანონის მიხედვით 20 კაციან ჯგუფს. ნუ შეიძლება ორჯერ 20 კაციანი ჯგუფი შეიქმნას ან სამჯერ, ამას სასრული არ აქვს. სურვილის მიხედვითაა და დღეში ერთ კანონს კითხულობენ და საბოლოო ჯამში ღმერთის წინაშე ვლოცულობთ. ღმერთის წინაშე ვლოცულობთ, ოღონ მიზანმიმართულად, რომ ამ ადამიანს დაეწყოს მარადიული ცხოვრება სიკეთეში, ანუ რათა ის მართალთანა განისვენებდნენ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაზე სიკეთე და ბოროტება თითქოს არეულია ერთმანეთში, თუნდაც ჩემშია არეული, თუნდაც სხვაში, თუნდაც საზოგადოებაში. მაგრამ როდესაც გადიან ადამიანები ამ ქვეყნიდან, მე უფალი რას ამბობს, რომ ღმერთიო ისე გაყოფსო კაცობრიობასო, როგორც მწყემსიო ღამე, თხებს ცალკე და ცხრებს ცალკე ათავსებს ღამე. და აი ასე გაიყოფიან ადამიანებიო. ცხარი სიმბოლურად ღმერთის ერთგულ ადამიანს ნიშნავს, თხა ნიშნავს უბრალოდ შფოთის თავს და უღმერთო ადამიანს, რომელსაც თავის ნებაზე სიარული უყვარს. და ასე გაიყოფიან ადამიანები. და აი, როდესაც ქრისტიანი ლოცულობს, ჩვენ ვლოცულობთ, რომ მართალთანა მოისვენოს, ანუ განისვენოს ამ ადამიანმა, რომელიც ამ ქვეყანაზე ნატანჯია, გლახაკი ლაზარესავით ძალიან ბევრი პრობლემები ნახა და ჩვენ ყველა ვნახულობთ ამ პრობლემებს. მაგრამ აი მოველით აღდგომას მკვდრეთით ცხოვრებას მომავალ საუკუნეში და მოსვენებას და აი ამისთვის ვლოცულობთ. ესე იგი ქრისტიანის მიზანი ის კი არ უნდა იყოს ამ ქვეყანაზე ვთქვათ 100 წელი თუნდაც 200 წელი იცხოვროს. ქრისტიანის მიზანი უნდა იყოს მარადიული ცხოვრება რომ დაიწყოს და ეს უნდა შევძლოთ ჩვენ და ეს უნდა უსურვოთ ჩვენგან გარდაცვლილს. ესე იგი უმეტეს შემთხვევაში ახლა რო გარდაიცვლება ადამიანი, აქცენტი არის გადატანილი იმ ტრაგედიაზე, რომელიც მოხდა და განშორების ტკივილზე. ეხლა აი გლოვაზეც მინდოდა, ამიტომ მეკითხა, აი ქრისტიანისთვის აი გლოვა, ვთქვათ რა დოზით არის მიჩნეული, რომ ვთქვათ აი იგლოვოს ან არ იგლოვოს, აი გადამეტებული გლოვა ხომ არ არის ცოდვა?
კი, აი პავლე მოციქული ამბობს ესეთი საოცარ სიტყვას, რომელიც სახელმძღვანელოა ქრისტიანთათვის. ესე იგი იგლოვეთ, მაგრამ ისე არ იგლოვოთ, როგორც წარმართები გლოვობენ, რომელთაც არაფრის იმედი არ აქვთო. წარმართი რას ნიშნავს? რომელიც სულიერ სამყაროს ვერ აღიქვამს და მთავარი ბედნიერება მისთვის არის ამ ქვეყანაზე. მთავარი ბედნიერება ჭამასმა და სიამოვნება. მეტი პრინციპში ამ ქვეყანაზე არაფერიც არ არის. თუ ფიზიკურ სიამოვნებაზე გავამახვილებთ ყურადღებას და აი როდესაც აი ამ სიკეთეს მოაკლდება ადამიანი, მიაჩნიათ წარმართებს, რომ ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და განიცდიან ამას, რომ უბედურებაა ეს და აი ეს ადამიანი აგერ მიწაში უნდა ჩადონ. ამას საერთოდ ვერ ხვდებიან, რომ სულიერად ადამიანი ღმერთის ნაწილია და მარადიული ცხოვრება აქვს მას წინ. და აი წარმართებივით ნუ მოიქცევითო, ესე იგი გარდაიცვალა ადამიანი, მარტო ნუ იგლოვთო, არამედ მიეცითო მის სულს ის შვება, ის ძალა, რომელიც მას ახლა სჭირდება. წარმოიდგინეთ, გავდივარ ამ ქვეყნიდან და საერთოდ უცხო ქვეყანაში შევდივარ, რომელიც მე არასდროს არ მინახია და ეს მრავალ დემონს ვნახულობ მათ შორის, რომელთანაც მე ცხოვრებაში რაღაცა კავშირებიც კი მქონდა. რაღაცა ცოდვების სიყვარულიდან გამომდინარე ან აღსრულებული ცოდვებიდან გამომდინარე ისინი მაკითხავენ მე როგორც მევალ ესა მონას თუ ვალში მყოფს და რა თქმა უნდა ეს არის სულისთვის ყველაზე დიდი ძრწოლა და საშინელება და ამიტომ ხო ვიცით რომ არ არის კაცი რომელიც იცხოვრა და არ სცოდა. ამიტომ ყოველთვის ცდილობენ დემონური სამყარო, რომ თავისიანი თავისთან მიიტაცონ. და ეს მართლაც ესია და ბუნებრივია ადამიანმა ამისგან, ესე იგი, ჭირისუფალმაც უნდა დაიფაროს ის ამისგან. თუ ახლა ადამიანი მიზანმიმართულად უღმერთო იყო, ღვთისმგონებელი იყო და მოუნანიებელი ცოდვები ჰქონდა მას, ნუ რა უნდა ვქნათ. ესე იგი, ეკლესია მოუნანიებელ ცოდვებს ვერ აპატიებს ადამიანს. ამის ამ ადამიანის არჩევანში ღმერთიც კი არ ერევა და რა თქმა უნდა ეკლესიაც არ ერევა. ამიტომ როგორც იტყვიან, ვინცაც რა უნდა იმას აკეთებს. მაგრამ აი გარდაცვალების შემდგომ მთელი, ესე იგი, ეკლესია მიაგებს პატივს ქრისტეს მეომარს. ადამიანი, რომელიც იყო პატიოსანი მცნებათა დამცველი, ის ითვლება ქრისტეს მეომრად და ის როგორც აი დიდი პატივით იკრძალება, აი სამშობლოსათვის აღსრულებულნი ეროვნული გმირები როგორ იკრძალებიან, ხო, მთელი ერი პატივს ვცემთ მათ. და ქრისტიანი რო გარდაიცვლება, ეს არის დიდი ადამიანი, ქრისტეს მეომარი და მთელი პატივით ეკლესია იცავს მას თავისი ლოცვებით და შუამდგომლობს ღმერთის წინაშე, რომ მას მარადიული ცხოვრება დაეწყოს. და თქვათ, არა ის, რომ ესე იგი მთელი ეკლესია მას გვერდით უდგას. და თვითონ ეკლესია ვინ არის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული მონათლული ღმერთის ერთგული ადამიანი, რომლის ლოცვასაც, რომლის თხოვნასაც ღმერთის წინაშე ძალიან დიდი ძალა აქვს. უფალი ხო ამბობს, თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიცავით და თუ ჩემ მცნებებს დაიცავთ, თქვენ მეგობარნი ხართ ჩემნი, რაც გინდათ ითხოვეთ და მოგეცემათ. ნახეთ როგორი გზა არის, უბრალო გზა ღმერთის მეგობრობისკენ. უბრალო, ძალიან ადვილი, იმიტომ რომ მარტო ჩემი გადასაწყვეტია ვიქნები თუ არა ღმერთის მეგობარი. მარტო ჩემი გადასაწყვეტი. დიახ, მამა უკეთ ძალიან ცოტა დრო გვრჩება, მაგრამ აი იმ ადამიანებისთვის რა არის, იმ ჭიროსუფლისთვის, ნუგეში, ვისი მიცვალებულისთვისაც თქვათ ლოცვა არ შეიძლება თვითმკვლელობის გამო ან სხვა ისეთი სულიწმიდის გმობაში იყო შეიძლება ადამიანი და ამის გამო აი მოწყალების გაცემა ადამიანის სახელზე მიცვალებულის თქვათ რამდენად მოწყალების გაცემა. ზოგჯერ არის ხოლმე რომ რაღაც ჩაატანება, ესეც წარმართობასთან არის ალბათ დაკავშირებული, როდესაც გაპატიოსნების დროს, ასე ვთქვათ, რაღაცა ჩატანება იციან გარკვეული ნივთების მათ შორის რა შეიძლება მიცვალებულის გამო. წარმართული ახლა მთელი მუზეუმების სავსეა სწორედ საფლავში ჩატანებული ნივთებით. და ზოგადად აუცილებელი იყო ფული, მონეტის გატანება, ფულის გატანება, რომ ვთქვათ, იქ მდინარეზე გადაეყვანე მებორნეს და არ დარჩენილიყავი აქეთ და და რომ გავცეთ თქვა ეს ნივთები იმის მაგივრად რომ ჩავატანოთ, ალბათ უფრო რა თქმა უნდა, კეთილი საქმეები აღსრულებული მისი სულისთვის, მის სახელზე, ასე ვთქვათ, მისი გულისთვის და რა თქმა უნდა, აი ეს ნუგეში ექნება მას, ნუგეში ექნება.
ცხოვრება შეიძლება ადამიანმა უკვე გადაწყვიტა, რომ ჩემთვის უფრო ბუნებრივია ბოროტება ვიდრე სიკეთე, მაგრამ ის გარკვეულ ნუგეშს მიიღებს ჩვენს მიერ აღსრულებული მის სახელზე სიკეთით. და ეს შეიძლება ნუგეში იყოს მისთვის, მაგრამ რა სად წავალთ, ამას ჩვენ ამ ქვეყანაზე ვწყვიტავთ. ის უფლის სამართალია. დიდი მადლობა, მამა. ყველანაირი სამართლიანად მიმდინარეობს. უსამართლოდ ჩვენ არაფერი არ მოგვეცემა და ჩვენ არც უნდა გვინდოდეს უსამართლოდ რაიმე. იმიტომ რომ სამართლიანობა ეს არის უმაღლესი რაინდობა და უმაღლესი სიკეთე, რომელიც ქრისტიანულ სულს უნდა გქონდეს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის დაგვეცეთ, მამა. მადლობა თქვენს, თქვენს დაგვეცეთ. მაყურებელ შევახსენებთ, ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო დიდი ღომში მდებარე წმინდა 100.000 ქართველი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი.